და დავბრუნდეთ საქართველოში. ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები რუსთავმა ახალგაზრდულ კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრას 300-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა დაესწრო. ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა 21 საუკუნის ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრეს. დღეს რუსთაველ ახალგაზრდებს ჰქონდათ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოესწრინათ და საინტერესო თემებზე ესაუბრათ კემბრიჯის და ოქსფორდის პროფესორებთან ერთად. ამ შესაძლებლობისთვის განსაკუთრებული მადლობა განათლების მინისტრს და ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ ის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, რომლითაც შეძლებენ კიდევ უფრო მეტად განავითარონ თავისი უნარები. ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში რუსთავის მუნიციპალიტეტის დიდი მხარდაჭერით დღეს რუსთავში ტარდება ახალგაზრდული კონფერენცია, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მოусმინონ ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებს და გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე კონფერენციაში ახალგაზრდობა და გლობალური შესაძლებლობები, რადგან მომავალს ახალგაზრდები ქმნიან. საინტერესო სპიკერები ყავდა, რომელთაც სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. მათ დღეს უთხრეს კიდევ 300 ადამიანს თუ როგორ უნდა განავითარონ საკუთარი თავი. იმედი მაქვს მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება.